დილამშვიდობის როგორ ახართ ხალხნო რაფერ ხართ გარეთ ისეთი ამინდია რომ აი ძაღლს არ გააგდებენ მართლა არ გააგდებენ ძაღლს ქარი რო არ იყოს ამ თორს ჩამოადნობდა გუშინ არ ვიყავ არ მოვედი თქვენამდე ზე გუშინ იცი როგორ დილთვავდე იცი როგორ რეაქცია მქონდა აქ რო ვიჯექი და ანუ რომ უნდა დამელაგებინა ეხლა ვიცოდი რაღაცა მაგრამ აი ლაითად არ უნდა დამელაგებინა აი ბორკასავით უნდა გამეკეთებინა რომ აი ნერვებზე რომ მოქმედებს ხო იცი ეგ მომენტი მქონდა რომ აუ იქ გავიხედე რაღაცა იყო იქ გავიხედე მტვერი რაღაცა ხალი ჩარ მომეწონა რაღაცა განლაგებაც შევცვალე ხო და ნელა სვენებით ეს ოთახი და ივანეს ოთახი დავალაგე ძირის ძიობამდე რომ ტყვენ აი თან იცი როგორ ივანე მედგა გვერდზე თან და უჯრები გამოვაყრევინე მეთქე პარეები კიყრია ეხა ერთი დიდი აკიდება ნაგავი გავიტანე ანუ რაღაცა ეს რო სჭირდება ვითომ ეს იყოს რა იცი რა ხდება ესეც იყოს და ესენი და გავიქნი ესუ მე ვეჩხუბებოდი და ისცინოდა ხო და ანუ ფარდამაკმან ჩამოსაკიდი და ეხლა ხო და ერთი სიტყვით აი ესე გულიანად დავალაგე სხვადასხვის გვიან მოჩი იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მალე ვიღლებოდი და თან კუხნაშიც ხო მოძრაობდი იქ ჭურჭელი იყო რაღაცა საჭველი არ გამიკეთებია იმიტომ რომ ესე ძველ ახალწელს იმდენი გავაკეთე რომ გუშინ დლამდე მქონდა რაღაცები კიდია უბრალოდ დღეს ოთხშაბათია და ხა უნდა გავაკეთო პიურე ხო და არა ვიფიქრე რომ მეთქი მეორე ყავაზე ანუ პირველი დავლიე აი ფეჩთან მოკუნტულად მეორეზე მეთქი ჩავწერ ვიდეოს მაგრამ რომ მივყევი და ვეღარ ჩავწერე აი სვენებით დავალაგე სულ სადღაც 9 იყო 10-ის იყო დაწყებული უფრო სწორად რომ აი გამოვწმინდე აქ და всё თქო დღეს დავამთავრე სამსახურში გუშინ არ გავედი იმიტომ ჯერ მარტო აი ეს ყველაზე საშინელება არის სადღაციდან რომ მოხვალ და იმას რომ ის რომ უნდა ამოვალაგო ჩემოდნები რა აი ყველაზე ძალიან ეგმძულს ჩალაგება მეზარება ყველაზე ადვილი არის იქ სასტუმროდან რო ჩაყრი ყველაფერს და წამოიღე აი აქ არის მე ყველაზე გადაახარისხო რა ძირითადად ყველაფერი გასარიცხად ჩავიტარე მაგრამ აი გუშინ წინ სასტუმროდან რომ გამოვსულიყავით ყველაფერი რო ჩავალაგე აი ვლოგიც რო დავდე უნდა დამელია წამალი რა და დაბლთა უჯრაში მედოეგ წამალი და რამედო კიდე ბამბა რომ მქონდა წაღებული სავარცხელი და ეს ყურის ჩხირები და ეგ ძალიან ისე ლაითად მაგრამ ჩემი წამალი მედო და ნინოს წამალის და მეთქი ხა რო ჩავალაგე უკვე აი ამას მეთქი დავლე ბარემ ნინოს თმებს შეუკრავ და ჩავყრე ამასაც თქო რა და თან რო ჩემოდანი რო შევკარი ან ბოლოში ისე დავტოვე აი ესე რო ან ფეხზე დავაყენე უკვე ჩემოდანი რო ანუ გახსნა აღარ დასჭირდებოდა ეს ოდნავ გავწევდი და ჩავალაგებდი ან ჩუსტები უნდა ჩამელაგებინა და ეგ მარტო ხო და ანუ ძალიან სწრაფად ჩავალაგებ მოკლედ მშობლებმა და მე ერთ-ერთ მშობელთან მოკლედ დავლიეთ ავაზე ვიყავით ასულები ხო და სალომემ რო თქვა всё ჩამოდითო ჩამოიტანეთო გასაღებები და ბარათებიო და რაღაცა უცბად დავიშალენით რა ისე რომ ნინოს ქუდი დავაფარე ეგრევე აი საერთოდ არ გამხსენებია რომ ის უჯრა ამოსალაგებელი მქონდა რა ამოსალაგებელი ჩასალაგებელი და სახში რომ მოვედი და ზაღამოს კრეუნა წამალი დამელია
აი წამებში დამარტყა თავში, რომ წამალი არ გაგოგო. გუშინ წინ ვიღამე მივხვდი, რომ იმ უჯრაში დამრჩა წამალი ჩემი, ნინოსი, სავარცხელი, ბამბა. ისეთი მე მგონი სხვა არაფერი, იმიტომ რომ გამახსენდებოდა, მნიშვნელოვანი სხვა არაფერი არ იყო რა. ხო და გუშინ ლაშა მომიტანა. გან არ შეიძლება სალომეს ვეტყოდი და ურეკავდი და ვეტყოდი, რომ ესე მეთქი და იქ შემინახავდნენ და ბოლო თებერვალში ხო უნდა წავიდნენ ესენი და წამოიღებენ თქო, მაგრამ კაი რა, სავარცხელია და ის წამალიც კიდე აქ ვიყიდე. არასოდეს არაფერი არ დამრჩენია, აი არასოდეს არაფერი და ნერვები მეშლებოდა, განა იმიტომ რომ ვაიმე დაგჭა და ეხლა რა გეშველება და რაღაც. ნერვები მეშლებოდა, რომ გოგო როგორ დაგჭა. აი ცხოვრებაში არაფერი არც არ დამრჩენია რა, აი ესეთი სიტუაციები თუ მეტეს სადღაცა მოდიხარ. აი ჩემი ბრალი იმ წუთას უნდა დამელია და ჩამელაგებინა, აღარ უნდა დავლოდებოდი, არა დავარცხნა უნდა. ძალიან კარგად ვიმგზავრეთ, გზები იყო სუფთა, ანუ სველი, მაგრამ დამდნარი რა, არ იყო გაყინული. მოვედით ფაქტიურად ბაკურიანში, ძალიან დიდი თოვლი დაგხვდა აქ და გუშინ უკვე დნობა დაიწყო. ნინო მთელი დღე გარეთ იყო, გეგონება, აი მე ვიყავი ბაკურიანში მთელი დღე გასული იქ გარეთ. მთელი დღე გარეთ იყო გუშინ. მოვიდო და გაშრებოდა შევიდო. დღესაც სახში ვარ, ხვალდაზე გვმუშაობ. ტორტები არის და ხვალისედაც უნდა გავსულიყავი და ზეგ სკოლაში უნდა ჩავიდე კრება აქ. არ მახსოვს საათი, მოიცადე. ისე რომ ის ტორტია ძალიან ადრე უნდა გავაკეთო, მაშინ რომ მე კრებაზე აუცილებლად უნდა წავიდე. ის კრება რა ქვია, იოანესი, რომ იქნებ ბოლოს არის ბანკეტობა. ოდესმე ნორმალურად ისავქნათ. დავგეგმოთ. მე-12 კლასი. ნახოთ 13 საათი. შობელთა კრება პარასკევს. ანუ დილით უნდა ჩავიდე, უცბად გავაკეთო ის ტორტი და წავიდე სკოლაში. ანუ ფაქტიურად ზეგ დილით მუშაობ რა და ეგრე იქნება. ეგ სეკრეტობა ჯერ არ მქონია სამსახურში, გადაგვედო. ჩემი ბრალი არ არის ამ კარტოფილს, რომ ესე ვწქვნი, ანუ დაზიანებულია რა და ჯერ ვარჩევ ხოლმე ისეთ კარტოფილებს, რომელიც დაზიანებულია და ცალკე მიყრია, რომ ჯერ ისინი უნდა ისაა ვიხმარო ხოლმე. მე ძალიან არ გაფუჭდეს. ხო, ბაცაცოზე მეკითხებით ხოლმე სულ, როგორ არისო, აღარ გიხსენებიაო და ბაცაცო არის იდეალურად. არის ჭამას მის ხასიათზე, კატების ცემის ხასიათზე, კატებმა როს ცემონი ხასიათზეც არის. ფეხსაცმელების თრევის ხასიათზე. გუშინ წინ იქ რო ვიყავით რა, აი ბოლო დღე რო იყო წამოსვლის წინა დღე იყო საღამო და ლაშამ დამირეკა რომ მან ესა კურტკა დამესვარაო რა. ტალახს რაღაცას მივედეო მოკლედ და უნდა შევაგდო საერცხის მანქანაშიო და ვიდეო თვალით მიდეკავდა რომელ რეჟიმზე ჩავთავ რა და მე მან საერცხის მანქანა ადრე მქონდა ხოლმე Samsung-ი და ძალიან რა ვიცი ანუ იცი როგორ აი თითქოს მეტი დენი სჭირდებოდა ანუ უფრო აი მაგალითად X შტეპსელში თუ რო შევაერთებ ის შტეპსელს მიდნობდა რა ხო და მაგის გამო აი გარეთ წყლებთან ვაერთებ ხოლმე იქ არის ძველებული შტეპსელი და ის ძლიერი დამაგრძელებლით ვაერთებ ხოლმე რა და ეხა ის საერცხის მანქანა აღარ მაქვს მაგრამ მაინც რავი ჩვევა რო გაქვს ისე ვაერთებ ხო და მოკლედ ვუთხარი რომ მეტი ჯერ შეაერთე და მე ის ქენი ხო და პადუალში მაქვს ხოლმე ეს დამაგრძელებელი შემოვიდა აიღო შეიტანა იქ
შისაქნა რა საწყის მანქანას ჩააერთა და ეხა გამოდის რომ უნდა შეაერთოს გარედან და მესმის ხმები უხშენი რა და მომიტანე ეხლა როგორც გინდა და თურმე ბაცაცოს ერთი ფლოსტი წაუღი რითიც მოძრაობს მივიდა კაცი ასკი იგილით შეაერთა საწყის მანქანა და ეხა ისაო კურტკა შეიტანა უნდა შეაგდოს კურტკა და შეაგდო მოკლედ როგორც იქნა ეს კურტკა შეაგდო რა და ისა ჩავართვევინე და გამოდის და ახლა არც ერთი აღარ აქვს თან ხო ვეუბნები ეს ჩართე ის იქიდან ჩხუბობს მოდი ახლა ჩქარა მიხედი ამას დავიღალი ამის დევნი და სუპერსაცმლის გარეშე დავდივარ მიატრიალი მეთქი მანახე მეთქი რა და მიატრიალა და ეს ყური აქ ესე მოკეცილი და ეს ყური აქ ესე აშვერილი ძალიან საყვარელია აი გუში მეც ვეჩხუბებოდი მაგრამ თან მეცინებოდა რომ გიყურებს და ვერ ხვდება ანუ რატო ეჩხუბები რა ჩუსტი მიაქვს მე რა მოხდა თან როგორ მიაქვს ლაშას იონის ეს ბათინკი თბილი ხა ჩაიწო წავიდა ქართულზე შარშან წინ უყიდეთ რაღაცა და რა ვიცი ძალიან ხარისხიანია რა ის მაღალყელიანი თბილებია და ფეხიც რო აღარ გაზრდია წელს აღარ მიყიდია მოკლედ და ესა თავისი საგები რო ჰქონდა წელს ვუყიდე ქეჩები რომ მაინც ხა ის დაჯდა მეთქი და კონდეს თქო ეს რა ანუ იცი რა შვება სუმარტივ მომრავლებად აშლის ის ახალი ჩადებული ქეჩებიც სხვა მოიყო ის თავისი საგებიც აი გადაბრდღნა შიგნიდან რო იტყვე არ გაუფუჭები ანუ ის ჩაგებულები ამოაცა დილას ახლა გავარემონტე ის ჩიფეხსაცმელი ძალიან დებილია აი ძალიან სასაცილო გუშინ ძალიან კარგად დადანა თოვლი რა ანუ ეხლაც იცი როგორ ის არის დნებათან მაგრამ აი ფეხსაცმელები რო დავრეცხე და ამოვალაგე სანამ ამოვიდოდი და აქედან შევიტანი ზედ იყო და თან ყინავს თან დნება ლოლოები და რაღაცები დნება ხო და გუშინ კიდევ კაი რო დაადნო ანუ ზედაპირი თოვლის ზედაპირი იყო აი დამდნარი და მომაგრებული ქონა პირი ღამე ამოვარდა ქარი აი ეხაც არ ვიცი ისმის თუ არა იმდენად ძლიერი აღარ არის მაგრამ ძალიან საშინელი ქარი იყო ისე რომ აი ახვეტა რო იცის თოვლისა და აი კარებების და ფანჯრების ამოქოლო ეგეთი რაღაცა უნდა ექნა როგორც წინაზე ექნა რა ძალიან ცოტა ანუ ვერ დაძრა რა ის ფხვიერი თოვლი აღარ იყო და ესე ვერ მოგვაყარა რო იტყვიან და აი მაგაში გაგვიმართლა ეხლა ვაი დედა ხო ძალიან ვერ მომწერეთ სათხარ და ზოგს კი პასუხე ძირითად ნაწილს ეხა დილით რაც ავდექი და ნახე მოწერილებს ჯერ არ მიპასუხია უცლებრად კი პასუხებ იმიტომ რომ დილით ჩავედი და ბლაჯერ ვაჭამე ტუპის კატებს ბაცაცოს რაღაცა და ეგ ანუ ეგ არის ხოლმე პრიორიტეტი საქმე რა ყოველთვის გუშინ საღამოთი ვუყურე ავატარს ხალხო ეშველად და ორმა საიტმა დადო როგორც იქნა ავატარის ახალი ისა ცეცხლი და ფერფლი მე მგონი ასე ქვია მესამე ნაწილი აი პირველი ხო ძალიან მიყვარს მეორეც კარგი არის მაგრამ პირველი ყოველთვის ჯობია მაგრამ აი გუშინდელი ფილმი ანუ ის მესამე აი ძალიან მაგარი იყო მომეწონა აი არ მეგონა რომ აი ზოგადად რა აი პირველი რო მოგწონს ისე მეორე მესამე აღარ მოგეწონა მაგრამ აი ძალიან მაგარი იყო და ძალიან მომეწონა ასე რომ ვისაც არ გინახიათ ერთი არის კინომიღმამ დადო კინომიღმა ინგლისურად და მეორე აჭარა net წერტილი ბეთი აჭარა net-ზე არ არის აჭარა net წერტილი ბეთი ეგ არის ეგეთი ანუ პირატული საიტებია და მან და დევს ხო ერთი რა შევამჩნიე გახსოვთ ისა იქ რო გითხარით ბაკურიანში რომ ჯეკი ჩანის ფილმი ვნახე მეთქი ხო გახსოვთ და იქ იყო სასტუმროს Wi-Fi რითიც ვუყურე და ისიც გითხარით რომ ყველა საიტი ჩაირთა თქო ტელეფონში და გადაყვანა არ დასჭირდა მეთქი გუშინ დამაინტერესა და შევედი იგივე ტელეფონით იგივე საიტზე ფეხი არ შეადგა ანუ სავარაუდოდ მაგთისა აქვს დაბლოკილი
ესე Wi-Fi, ანუ წვდომა რო არ გქონდეს სხვა რაღაცებთან რა ტელეფონით. თუ არ გადაიყვან, რო გადაიყვან, გაქვთ წვდომა. ხო და ერთი ის არის საიტი, რომელიღაც საიტია, რომელიც შედის, მაგრამ ყველამხნაირად შედის, მაგრამ აი მოგეუბნე აჭარანეთზე ვუყურე იქ ტელეფონი და აქ ფეხი არ შემოდგმევინა რა. ისე Wi-Fi-ც ისე რო გაქვს ტელეფონის ჩართული, მაინც არ შედის. გამიკვირდა კაცო, ანუ ტელეფონი არ მაქვს მეთქი გადაყერებული სხვა იმეებზე, რომ მონაცემებზე რომ ჩაირთას და რანაირად ჩაირთა თქო და თორმეტ კი მოხსნეს ის კოდები და ყველაფერი და არა, ნურას უკაცრავ დაინახე როგორი კარტოშკა. ესეც ესე. ეხლა მას გავარეცხავ, წყალიც არ აცხელდებოდა უბედურობა იყო, კიდე კაი ჭურჭელი წუხელი დავრეცხე და ბევრი არაფერი არ არის. ეხლა ამას ჩავყრი, ადუღებულ წყალს დავასხავ, ყავა მომიხარშეულა მე. არ დამილევია. აი ეს მაქვს გეგმაში ხა ამას დავდგავ და სანამ მოიხარშება, მერე დავლე უფრო გემრიელად, რომ ვიცი, რომ ანუ წინა მაქვს საქმე წაგდებული და საჭმელი კეთდება. ხო და იცი რა თმინდა ყავა? გუშინ სოსომაც და კაკომაც თუ გუშინ წინ დადეს ვიდეო ხარ. არ ვიცი, მეგონი ერთი თვია ველოდები. ოღონდ რაღა დაგიმალოთ და კაკოს უფრო ველოდები ხოლმე. იმიტომ რომ კაკოს სოსოსი უფრო რა თქმა უნდა შემეცნებითი და საინტერესოა, რა თქმა უნდა. მაგრამ კაკო ბევრ სისულელეებს აკეთებს ხოლმე და მსიამოვნებს იმისი მაიმუნობების ყურება. თუ როგორ აკეთებს ყველაფერი მაკრძალოთ, რაც იქ არ შეიძლება და აი სკოლის მშობელი თიბარებს ხოლმე მე იქ მყოფი ესეთი ავტორიტეტი პირი თუ პასუხისგებელი პირი სოსოს როგორც მშობელს კაკოს. ხო, ეხა ყავას მოვადუღებ, ჩავრთავ კაკოს და ვუყურებ. გუშინაც მინდოდა, მაგრამ პირველ საათზე მოვჭი ავატარის ყურება და მეთქი მანანა ვერ გაკაჩავ გუგუადექი. დღეს არის 20 რა, 2 თუ 1? 21. სადღაც 2 კვირაში უნდა წავიდე ექიმთან. დაბარებული ვარ. ნახოთ რას გვეტყვის. აღარ გათავდეთ რა. ხო, ოღონდ ისა უნდა ჩავეწერო. ყოველთვის მიდივარ ხოლმე ჩაწერის გარეშე და ველოდები ხოლმე რა. კი სწრაფად მოძრავ მაინც, მაგრამ სად ჩაწერილი რო ხარ და თვითონაც გამაფრთხილა იმან თიამ რომ ჩაეწერეო რომ დიდი ხანი არ მოგიწიოს სლოდინი ძალიან მომწონა. აი ძალიან კარგი ადამიანია ადამიანობით ჯერ პირველ რიგში. სულ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ მარკეტილის ფილიალში ვამბობ გინეკოლოგს თეას. ჯერ ძალიან სასიამოვნო ვიზუალის ადამიანი. მე ავაკოკოლა ვეკოპი. მისა კი მარჩა. წავედი ახლა. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ვეცდები არ დაგეკარგოთ ხოლმე. ჯერ გუში საერთოდ გვიანავდი კი. ჩემთვის დილა რა რომელი იყო 12-ის კი იყო. ბავშვებს სკოლაში არ გავუშვი. ეს ჩანსი ხარ ეს ეთყობა. ეცა უკათა ეს. აქ იდგა ტახტი. აი ეს და რამდენჯერაც უკან მიედო, იმდენჯერ ესე გაიხეხა. ხო, ეს გადავაადგილე, ეს კრესლო გადმოვიტანე იქედან. ჯერ პირველ რიგში რატო იცი ივანე ჭდებოდა ხოლმე და მისწევდა და მეგონა რომ დაშლიდა და აქეთ გადმოვაცალე. დანარჩენი ისე ვიცი რა, მაგიდა თავის ადგილას ტახტი და კრესლო შევცვალე და
ესე უფრო რაღაცა მომყუდრობდა, იმიტომ რომ აქედან ტახტზე რო იჯექი ივანეს ოთახიდან სიცივეში გამოდიოდა. ხო და ესე ამ იმით რო ზიხარ აღარ გცივა. და ტახტის იქით მყუდროთ არის მოკლედ რა ესე. ასე. წავედი ახლა ხალხნო. პარალელურად საერთოდ ვაშურებ გუშინ გავრეცხე და აღარ გამიფენია კიდე კაი არ ყოფი. ხო და რაც თავარი ავიღე ნაძვისხე, აგ გარეთ განისვენებს. და ეს ლიმონი აქ რომ ედგა, გადმოვიტანე აი აქ. ესე ლამაზად. და იქ კიდე გადავიტანე წყალი და ისინი, ყვავილები რამდენიმე. ისე რომ ნაძვისხე ყოველთვის ესაა ვიზუალურად დიდ ადგილს იკავებს, ხო? ესენი კიდე აქეთ მაქვს. ეს ძალიან მეყვარს. აი ამან კიდე უნდა დაიყვავილოს. აი აქ. მოვწყე გუშინ, რა ვიცი მოკლედ. გავწმინდე. დავფუფინებდი რა. ტაველი აბა ხახნო, კაი დღე, ბედნიერი დღე ყველას დაბა თქვენიცით.